მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტა რო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. დღეს სამპოზიციანი გაშლა გვაქვს, აირჩიეთ პოზიციები ტრადიციულად ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით, ვისაც პირადი კონსულტაცია გსურთ, შეგიძლიათ მესენჯერში დამიკავშირდეთ. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის კომენტარების ველში და ვიდეოს აღწერაში, ასევე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ თუ გსურთ ტაროს შესწავლა. შეგახსენებთ, რომ ჩაწერილი ვიდეოების ყურება შეგიძლიათ, რადგან ვიდეო მაშინ წყობს რეზონირებას, როდესაც მას ჩართავთ და მოусმენთ და არ აქვს მნიშვნელობა, როდის არის განთავსებული საიტზე. დავიწყოთ პირველი პოზიციის განხილვით, პირველებო მოგესალმებით კიდევ ერთხელ და განვიხილოთ დღეს იმ პიროვნების ფიქრები, გრძნობები და მოქმედებები, ვისაც ახლა თქვენ ფიქრობთ. ფიქრი, ამ პიროვნების ფიქრი თქვენთან. სხვათა შორის აქ პიროვნება ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენზე, დღის მანძილზე ახსოვხართ, შესაძლოა კონტაქტობდეთ კიდეც მასთან. მაგრამ ამ პიროვნებას თქვენთან ურთიერთობის სურვილის, თქვენთან კომუნიკაციის სურვილის მიუხედავად აქვს სამომავლო შიშები ურთიერთობაში. ან აქვს ხოლმე პერიოდული, ასე ვთქვათ, დაახლოება, პერიოდული განმარტოება, პერიოდული განცალკევებები. ვხედავ აქ ისეთ მომენტებს, რომ თქვენს ურთიერთობაში არის პერიოდულად ყველაფერი ძალიან კარგად, კომუნიკაცია მიდის ძალიან ბრწყინვალედ, კომუნიკაცია ნარჩუნდება, დღის მანძილზე ძალიან ბევრს ხუმრობთ ერთობით, მაგრამ აქვს ხოლმე პიროვნების ისეთი მომენტები, რომ იკეტება და თითქოს არც რაფერი არ მომხდარა, ესე იჭერს თავს. ანუ აქ შეიძლება ჩავთვალოთ ამ პიროვნების ფიქრში, რომ სხვათა შორის აქვს ეს მიღებული, ჩამოყალიბებული მოსაზრება ამ ურთიერთობაზე, რომ თქვენთან ურთიერთობის შიში აქვს, რომ ეშინია, რომ ამ ურთიერთობას ვერ გაუძღვება, კონტროლს ვერ აიღებს ასეთ ურთიერთობაზე, ან თქვენი ხასიათი აშინებს მას და ცდილობს, რომ რაღაც მომენტში ამ ურთიერთობაში რაღაც საზღვარი დააწესოს და იმ საზღვარს არ გადაცდეს. ეს არის მისი ფიქრი დღევანდელი, რომ რაღაც მომენტში განმოხტოს სიტუაცია, ძალიან გრძნობებში არ შემოიჭროს თქვენთან, ან არ მიგეჩვიოთ, იმიტომ რომ ეშინია, რომ შეიძლება თქვენ წახვალთ, ან მასზე უკეთეს ნახავთ, ან არ არის თავის თავში დარწმუნებული. იცით როგორი ფიქრები აქვს, რომ ხან თავის თავსა დანაშაულებს, რომ მე არ ვარ ამ ურთიერთობაში ბოლომდე დარწმუნებული ჩემს თავში, ხან თქვენ გხედავთ შიშის ობიექტად, რომ მისი გადმოსახედით არ იცის თქვენ სამომავლოდ რა შეიძლება მოიმოქმედოთ. ფიქრობს, რომ შეიძლება თქვენ თავში აყვაროთ და მერე უბრალოდ ადგეთ და წახვიდეთ. ცოტა გაურკვეველი ფიქრები არის იმ კუთხით, რომ მომავლის შიშებში ამოდის ეს ადამიანი, მაგრამ თქვენთან კომუნიკაციის სურვილს, თქვენთან ძალიან დიდი ვნებას, ვერაფერს უხერხებს და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ანეიტრალებს ხოლმე თავისი სიჩუმით ამ ვნებას და ლტოლვას თქვენი მისამართით, მაინც ეძალება ეს მონატრება და სურვილი, რომ ისევ თქვენთან დაბრუნდეს. მაგრამ როგორც კი ხედავს, რომ რაღაც ძალიან ან მოგეჩვიათ ან რაღაც გრძნობებში გადადის, მე უქმედებებს აკეთებს, უკან დგავს ნაბიჯებს და გარბის. ფიქრებში ამას აანალიზებს, რომ რა მჭირს, რატომ ვაკეთებ ამას, თავის თავზე უფრო ფიქრობს და თქვენს ურთიერთობას ანალიზს უკეთებს. თქვენ მის თვალში საკმაოდ კარგი პიროვნება ხართ, საკმაოდ ისეთი თბილი ადამიანი ხართ, მეგობრული პიროვნება ხართ, მასში თბილ ემოციებს ნამდვილად იწვევთ, მაგრამ თუ ასია და ესე თბილ და კარგ ჰარმონიულ ადამიანად გხედავთ, რატომ აქვს იმის შიში, რომ შეიძლება სამომავლოდ თქვენ ამ ურთიერთობიდან გახვიდეთ. და ველოდებოდი, რომ ეშმაკის არკანი ამოვიდოთ ამ კითხვის შემდეგ, რატომღაც არის თქვენს ურთიერთობაში
ჩამოყალიბებული აზრი ორივე პიროვნების მხრიდან, ორივე თქვენთაგანის მხრიდან, რომ ეს ურთიერთობა რაღაც სერიოზულ მუხტს ვერ შეიძენს. თითქოს ცალ-ცალკე ამაზე ფიქრობთ, მაგრამ ერთმანეთთან არ ტყდებით. ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს? სხვათა შორის აქ თქვენ შეიძლება არ იყოთ თავისუფალი, ამჟამად იყოს მეორე მამაკაცი თქვენთან ურთიერთობაში. ან შეიძლება ჩავთვალოთ აქ თქვენი გრძნობები, რომელიც ჯერ კიდევ უკავშირდება წარსულ პარტნიორს. ერთ-ერთი თქვენთაგანი, ან ორივე თქვენთაგანი, რადგან საჯარო გაშლა არის ასე ვიტყვი, ორივე თქვენთაგანი, ან ერთ-ერთი თქვენთაგანი არ არის წარსულთან ბოლომდე ჩახსნილი. რაღაც წარსულის მოგონებები ან წარსული სიყვარული ან წარსული პარტნიორი ფიგურირებს ამ ურთიერთობაში და შეიძლება აქ იყოს ესეთი რაღაც, რომ ერთმანეთს იზიდავდეთ ახლა, მაგრამ უფრო სერიოზული ურთიერთობა გქონდეთ ზურგს უკან. ან უბრალოდ გრძნობები და ამას ხვდებოდეს ეს ადამიანი. რას ფიქრობს თქვენზე კიდევ? თქვენთან ძალიან ბედნიერია ეს ადამიანი, ძალიან კარგად გრძნობს თავს, ჰარმონიულად გრძნობს თავს და ზუსტად ეს ხევს ხოლმე უკან. რომ იმდენად კარგი ხართ, რომ არ უნდა რომ გრძნობები ძალიან შორს გაექცეს თქვენთან მიმართებაში. მისი გრძნობა ვნახოთ. როგორ იკავებს თავს ძალიან ბევრ რამეზე, როგორ ებრძვის საკუთარ თავს, როგორ ებრძვის საკუთარ გრძნობას, როგორი ჭიდილი აქვს, როგორი შეწინააღმდეგება აქვს. ნახეთ, როგორ არის, რაც უფრო მეც კონტაქტობს თქვენთან, უფრო და უფრო მეტად ეს ფლირტი გადასდის უკვე ან მიჩვევაში, ან თბილ გრძნობებში. და აქედან გამომდინარე, მას აქვს გრძნობებთან მიმართებაში ტაბუ დადებული. აქ არის, ასე ვთქვათ, როგორც კი რაღაცას იგრძნობს, ჩამოყალიბდება, რაღაც გულში რაღაც ისეთი ემოცია გაუჩნდება, მაშინვე იწყებს გონების ჩართვას და ამ საკითხზე მუშაობას, რომ ეს არ შეიძლება, რომ მან დაუშვას. რას მოიმოქმედებს თქვენთან? ძალიან უცნაური არის, რადგან ამხელა ენერგია და ამხელა ემოცია ტრიალებს თქვენთან დაკავშირებით ამ პიროვნების გულში, მაგრამ მოქმედებით ძალიან ცუდად იქცევა. შეიძლება ისიც კი გაფიქრებინოთ, რომ საერთოდ ვერ გაფასებთ. ან რაღაც მომენტში განგებ გული გატკინოთ. ამას იმიტომ აკეთებს, რომ თქვენც მის მიმართ არ გაგიჩნდეთ იმედი და მომავლის პერსპექტივები მასთან არ დასახოთ. თითქოს თავის თავს წირავს ამ ურთიერთობაში. ან განგებ აკეთებს ამ, ასე ვთქვათ, თვითშეწირვას, რომ მასზე რაღაც მომენტში იდეალური შთაბეჭდილებები არ დაგრჩეთ, რომ შემდგომ მოლოდინი არ ჩამოგაყალიბდეთ რაღაც საკითხში. კარბის ურთიერთობიდან ადამიანი თან ვერ წასულა. ნახეთ, როგორ ეჭიდება ამ ურთიერთობას, მაგრამ კონკრეტულ სახელს ან კალაპოტს და მიმართულებას ამ ურთიერთობას ვერ აძლევს და ამ ურთიერთობის თავარი მამოძრავებელი ძალა არის მომავალში რა იქნება ძალიან მე მაშინებს ეს და აქედან გამომდინარე დღეს მოვიქცევით სუდად განგებ რომ თავიდან ავირიდო სამომავლო კატასტროფა, რომელიც შეიძლება საერთოდაც არ მოხდეს და ამ ადამიანს უბრალოდ რაღაც წინწრებით გამოტანილი დასკვნებიდან გამომდინარე, რაც არ მომხდარა, იმას გაურბის და დღეს ძალიან გაუგებრად იქცევა, იმიტომ რომ მის თვალებში, როდესაც ხვდებით მას, როდესაც მას უყურებთ, ან როგორც ის იქცევა ხოლმე ხანდახან თქვენთან, ხო შერეული ენერგიით მოძრაობს თქვენთან. ყველაფერს ხვდებით, რომ ეს ადამიანი უბრალოდ ეს რაღაც არ ერთობა ამ რაღაც გრძნობებით ან ემოციებით. წრფელია, მაგრამ თან შემდგომ ძალიან ურთიერთგამომრეცხავ ქმედებებს აკეთებს და
ძალიან იბნევით ამ კუთხით, რომ აი ესე რატო იქცევა. რეალურად ესე იმიტომ იქცევა, რომ ეშინია ურთიერთობის გაფუჭებით. შეიძლება აქ კონდეს ადამიანის სტატუსების შიში. შეიძლება აქ კონდეს ესეთი წარმოდგენა, რომ აი თუ ერთად ვიქნებით, აუცილებლად ეს ურთიერთობა ბოლომდე ვერ მივა და წინასწარ გლოვობს რაღაცას და აქედან გამომდინარე მისი ქმედებები უახლოეს პერიოდში უფრო ნეგატიური ქმედებებისკენ გადაიხრება ვიდრე პოზიტიური ქმედებებისკენ, მაგრამ ესეც ცვალებადი არის, რადგან ამ ნეგატიურ ქმედებას შემდეგ ისევ შემორიგება მოხდება და აი ამ ციკლში თითქოს დიდი ხანია ტრიალებთ. დაგემშვიდობებით პირველებო თქვენ. გადავინაცვლოთ ახლა მეორე პოზიციაზე. მოგესალმებით მეორეებო, დღეს ვინც აირჩიეთ მეორე პოზიცია. ვნახოთ, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე. აქ ცოტა დაძაბული ურთიერთობა არის და ფიქრებით შესაბამისად საკმაოდ დაძაბული აქვს ამ პიროვნებას. თქვენი მისამართით აქ არის ორი შემთხვევა. პირველი შემთხვევა არის ის, რომ ეს ადამიანი ფიქრობს თქვენზე, რომ მას ეგონა. ესე ფიქრობს, რომ მე მეგონა, რომ ჩემი სიყვარულის გამო აბსოლუტურად ყველაფერს დათმობ და ჩემს გამო ყველაფერს გააკეთებ და შეიძლება რაღაც შეზღუდვებს გიწესებდათ გამოდმებით ეს ადამიანი, მაგრამ არ გამოუვიდა, რომ მისი სცენარით, მისი თამაშის წესებით ურთიერთობაში დარჩენილიყავით და შეიძლება ან მიატოვეთ, ან პირდაპირ რაღაც სიმკაცრე დაანახეთ და აქედან გამომდინარე ახლა გაბრალებთ, რომ თქვენის არ გიყვართ და გამოიყენეთ და რაღაც ცოტა ნეგატიურ ბრალდებებს ვხედავ თქვენი მისამართით. რაღაცაზე რომ შეეწინააღმდეგეთ ან რაღაც არ მოგეწონათ, ამ ადამიანმა მაშინვე გადაიტანა, რომ აი მან გამომიყენა, მას არ ვუყვარდი, ეს მატყუებდა და თითქოს აი რომ ვერ მიიღოს ასურველი ბოლომდე თქვენგან, იგესლება ახლა და რაღაც ნეგატიურ ფიქრებში არის და აი ერთი სული აქვს, რომ რაღაცა სიტყვიერად რაღაც გავნოთ, ან დაგიშაოთ, ან თავის ემოციები ესე მოგაფრქვიოთ, იჩხუბოს, ხო, რაღაც არ არის კარგი ემოციები და ფიქრები. ან შეიძლება აქ იყოს ისეთი მომენტები, რომ ეს პიროვნება დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა რაღაც თავის დადებითი თვისებებით აენახებინა თქვენთვის, თქვენი შეყვარებოდათ და შემდგომ უკვე ისეთ არეულ თამაშებში გადაიზარდა ეს ურთიერთობა, რომ თავიდან გაფიქრებინათ, რომ სერიოზულად იყო განწყობილი თქვენი მისამართით და მე ურთიერთობაში რომ თქვენც დათბით და შეხვედით, ძალიან უაზროდ დაიწყო მოქმედებები და არეული, ასე ვთქვათ, ქმედებებიც წამოვიდა თქვენთან. მაგრამ ნახოთ ეს ადამიანი უშუალოდ თქვენზე რას ფიქრობს, ხო? პირველ რიგში ურთიერთობაზე აქვს ჩამოყალიბებული აზრი, რომ ურთიერთობაში ყველაფერი არეული არის. ემოციურ დისბალანსს გრძნობს, როდესაც თქვენზე ფიქრობს და ახსენდებით, შეიძლება ურთიერთობა გქონდეთ, მაგრამ სულ კამათობდეთ ან ჩხუბობდეთ და შემდგომ ამ ფიქრებში არის, რომ რა გეგმა დააწყოს და იმ კამათის შემდეგ თვითონ როგორ გამოვიდეს გამარჯვებული ამაზე ფიქრობს. ან შეიძლება ახლა ურთიერთობა საერთოდაც არ გქონდეთ, რადგან ძალიან ისეთი არეული არკანებია, მაგრამ აუცილებლად აწყობს იმ გეგმას, რომ გამოვიდეს კონტაქტზე, მაგრამ კარგი გაგებით და კარგი, ასე ვთქვათ, სურვილებით არა, რომ აი თავის სათქმელი ძალიან წარეთ გითხრათ და აი ამაზე ეფიქრება, რომ როგორ თავსაჯოო, ანუ თქვენი რაღაც სიტყვერი დასჭა უნდა და აქ ცოტა ფრთხილად იყავით ამ პიროვნებასთან. გრძნობა, გაბრაზება, უნდობლობა, გაღიზიანება, ილუზიები. აქ შეიძლება ჩავთვალოთ ის მომენტი, რომ ამ პიროვნებისთვის
რაც უფრო ხელმიუწვდომელი ხართ და რაც უფრო თავისუფალი ხართ, რაც უფრო მისგან შორს ხართ, ამასაც ვერ ეგუება, თან ახლოს თუ არის იგესლება, თუ შორს ხართ, თითქოს იქიდანაც ვერ ეგუება, რომ შორს ხართ და არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ რაღაც მომენტში მის გარეშე გააგრძელოთ ცხოვრება. ყოველთვის თავს გახსენებთ. ვერ იტანს თუ კარგად ხართ ერთობით, კარგად გამოიყურებით, სხვები ჩდებიან თქვენს ცხოვრებაში, ძალიან ჩასაფრებული არის რაღაც გრძნობები, აქ უფრო ეგოს საკითხებია. და სხვა შორის თავის თავსაც ხშირად ეკითხება, რომ რას ვგრძნობ მის მიმართ, იმიტომ რომ თითქოს თან რაღაც მომენტში ვერ გიშვებთ ემოციურად ეს ადამიანი, რადგან ბრაზიც ნეგატიური ფიქრიც იმას ნიშნავს, რომ ადამიანზე ისევ გაქვს გარკვეულწილად გრძნობა და ეს ადამიანი მოქმედებს ისევ შენზე. ამას ხვდება, ამას გრძნობს, რომ თქვენ ისევ მასზე ზემოქმედებთ. თუნდაც იმით, რომ ბრაზდება რაღაცებით და თან რაღაც მომენტში თბილი ემოციებიც აქვს ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მაინც რაღაც ემოცია გაეპარება ხოლმე, რომ თბილად შეიძლება გაახსენდეთ. და აქედან გამომდინარე საკუთარ თავზეც მუშაობს, რომ ბოლოს და ბოლოს გამოარკვევს რა გრძნობებში არის თქვენი მისამართი. ძალიან ცუდი გაბრაზება შეიძლება იცოდეს ამ ადამიანმა და რაღაც მომენტში აქ გირჩევდით, რომ მაინც ფრთხილად იყოთ. რას მოიმოქმედებს ეს პიროვნება? რას მოიმოქმედებს ეს პიროვნება? შეიძლება შეხვედრა დაგინიშნოთ, გითხრათ რომ შემხვდი, რადგან აქ რაღაც გეგმის ნაწილი არის, შეხვედრა უნდა, საუბარი უნდა. აქედან გამომდინარე შეიძლება თავი დაიჭიროს და თავიდან ცოტა თბილი ასპექტით შემოვიდეს თქვენთან ურთიერთობაში. არ გაჩვენოთ, რომ თქვენზე ბრაზობს თავიდან რაღაც მომენტში თითქოს ურთიერთობაზე დაიწყებს მუშაობას, რომ თქვენ მასთან კომუნიკაციას შეხვიდეთ. მაგრამ შეხვედრის შემდეგ რა იქნება? აქ შეხვედრის შემდეგ არც ისეთ დადებით ემოციებს იგრძნობთ მისგან, რადგან შეიძლება სიტყვიერად ან მორალურად შეეცადოს, რომ თქვენი თვითშეფასება ქვემოთ დაწიოს და აქედან გამომდინარე მასთან შეხვედრა შეიძლება ინანოთ. აქედან გამომდინარე მასთან აჩქარებულ ქმედებებს, აჩქარებულ ნაბიჯებს არ გირჩევთ. დაგემშვიდობებით მეორეებო. გადავინაცვლოთ ჩვენ მესამე პოზიციაზე, მოგესალმებით, მესამეებო, დღეს ვინც აირჩიეთ მესამე პოზიცია და ვნახოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების ფიქრები, გრძნობები და მოქმედებები თქვენს მისამართით. მესამე პოზიცია საკმაოდ დადებითი ენერგია არის, პირდაპირ გეტყვით, რომ აქ ძალიან კარგი პერსპექტივები არის მის ფიქრებში. მის ფიქრებში არის ზუსტად ასეთი ფიქრი, რომ მე უკვე დარწმუნებით ვიცი, რომ მიყვარს ეს პიროვნება თქვენზე ფიქრობს, რომ უკვე დარწმუნდა, რომ ძალიან უყვარხართ, დარწმუნდა, რომ შეიძლება თქვენთან სერიოზული ნაბიჯები, სერიოზული ურთიერთობის ჩამოყალიბება, დარწმუნდა, რომ თქვენ ის ადამიანი ხართ, ვისთანაც ისვენებს სულიერად, ვისთანაც ხორციელ სიამოვნებასაც იღებს, ფიზიკურს, სულიერს, ყველანაირ ჰარმონიულ თვისებებში არის. შეიძლება ფიქრობს, რომ რით დავიმსახურე, რომ ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა. იმდენად კარგი ხართ, იმდენად ჰარმონიული ხართ, იმდენად დადებითი პიროვნება ხართ, იმდენად მოსიყვარული ხართ, რომ ამ პიროვნებას ასწავლეთ, შეიძლება რა არის გრძნობა, დაანახეთ რა არის სიყვარული, აქ ამოვიდა ხელის თხოვნის, ასე ვთქვათ, ოცნება, ან შეიძლება დაგეგმოს კიდეც უახლოეს პერიოდში ფიქრში აქვს, რომ
აღარ მინდა რომ ძალიან ბევრ რაღაცას ველოდო, რაც დრო გავა რაღაც ველოდო, უბრალოდ ახლა ძალიან კარგად ვართ და შეიძლება ძალიან არ იჩქაროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკვე დღის წესრიგში დააყენა ამ ადამიანმა, რომ თქვენთან ურთიერთობაში თავს ისე კარგად გრძნობს, რომ უკვე ნაბიჯები გადმოდგას და დაოჯახდეთ, ან ძალიან სერიოზული წინადადება შემოგთავაზოთ, ხომ ვის როგორი სიტუაცია გაქვთ. მუდმივად თქვენთან ურთიერთობა, მუდმივად თქვენთან კომუნიკაცია, თქვენთან სიახლოვე სურს ამ ადამიანს. მის ფიქრებში ყველაფერი იდეალურად არის. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ კაცმა მეტი რაღა უნდა ინატროს, როდესაც თქვენ მის გვერდით ხართ. ფიქრი. სხვათა შორის, რაც თქვენ მის ცხოვრებაში გამოჩნდით, ამ პიროვნებას აღარ ეშინია არანაირი კრიზისის, აღარ ეშინია არანაირი მარტოობის, ძალიან შეავსეთ, ყველანაირი დანაკლისი შეუვსეთ, რაც კი რამე აწუხებდა. ხვდება, რომ ძალიან სწორ არჩევანს აკეთებს თქვენთან ურთიერთობით და თქვენთან ურთიერთობის დასერიოზულებაში დებს ყველანაირ ენერგიას. ასევე აქვს მას ისეთი ფიქრი, რომ ამ ურთიერთობას ფაქტიურად გამოსწორება ან მუშაობა არ სჭირდება, არანაირი ცვლილებების შეტანა არ სჭირდება, იმიტომ რომ ყველანაირად ისეთი ადამიანი ხართ, რომელიც მას ყველაფერში უგებს. აი ძალიან ისეთი არის, გახარებული, ლაღია, ბედნიერია, ძალიან გადამდები, პოზიტიური ენერგია მოდის. ახლა მესამე პოზიციაზე. რას გრძნობს ვიკითხოთ მაინც, ყველაფერი კი ნათქვამია, მაგრამ მაინც ვიკითხოთ. შვენიერია, ეს აქ პიროვნება გრძნობს, რომ დრო არის თავისი პირადი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს და სიახლეებს გაუღოს კარი, ნახევარი გასაღები არის და სასიყვარულო საწყისი არის. ანუ ცხოვრებაში ახალი ფურცლის დაწყება თქვენთან ერთად. ეს შეიძლება იყოს საერთო სახლის შეძენა, ეს შეიძლება იყოს საერთო გასაღები. შეიძლება რაღაც მომენტში საოცნებო მანქანა ვიგულისხმოთ, მაგრამ უფრო მეტად გრძნობებში ამოდის ერთად ცხოვრება. გრძნობები. საკმაოდ ჩამოყალიბებული ადამიანი არის. მაგრამ გრძნობებში მაინც აქვს ის ფიქრი, რომ ძალიან დიდი დრო არ აიღოს და ამ ურთიერთობას რაც შეიძლება მალე დაარქვას ან სახელი, ან შეიძლება ფიქრობს, რომ უკვე დრო არის, რომ რაღაც ახალ ეტაპზე გადაინაცვლოთ და რაღაც შემოთავაზება უკვე გააჟღეროს თქვენი მისამართით. აქ დაიწყებს ეს ადამიანი ყველანაირი ტოქსიკური ადამიანის თავის ცხოვრებიდან მოშორებას, შეიძლება ძალიან გაფილტროს თავისი სანაცნობო წრე, მეგობრები, ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში შეიძლება ზოგიერთ ძალიან ახლობელ ადამიანსაც მიუკეტოთ ორივე მკარები, ვინც ხვდებით, რომ თქვენს ურთიერთობაში შეიძლება რაიმე ზიანი შემოიტანოს ან არასწორი ემოცია დაინახოთ ამ პიროვნების მხრიდან და აი აქ მოდის რადიკალური ცვლილებები, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთს აირჩევთ, ესეთი ენერგია მოდის აქ და სხვა ტოქსიკურ ადამიანებს უმკლავდებით. აქ პიროვნება ძალიან იცავს თქვენს ურთიერთობას და გრძნობებს. და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენ იყოთ ბედნიერი. ნახოთ მისი მოქმედება, რას მოიმოქმედებს. აქ ელოდეთ ამ პიროვნებისგან მოულოდნელ სიურპრიზს. აქ ისეთი სიურპრიზი იქნება, რომ სიხარულისგან შეიძლება აატირდეთ კიდეც. მოფიქრობ, აქ შეიძლება ადამიანმა დაგეგმოს მეგობრების სივრცეში ან ხელის თხოვნა, ან მნიშვნელოვანი დეტალის გაჟღერება თქვენთან. შეიძლება ჯერ არ უთქვამს, რომ უყვარხართ და ზუსტად ეს გააჟღეროს ძალიან ლამაზ და
რაღაც ძალიან ისეთ ესთეტიურ გარემოში. შეიძლება სამე წახვიდოთ ერთად და იქ გადაწყვეტოს, რომ ამ ყველაფერზე ან ისაუბროს, ან პირდაპირ მოვიდეს და ქმედებაში არის, რომ ხელი გთხოვოთ, ხომ? აქ ყველაფერი ძალიან კარგად არის მესამე პოზიციაზე. ეს არის მისი მხრიდან მოქმედებაში სიურპრიზი, დაფარული ქმედება, რომელიც აღმოჩნდება ძალიან დასამახსოვრებელი და ესეთი ბედის დღე, ანუ რაღაც ბედს უკავშირდება ეს დღე. დაუვიწყარი დღე, რომელიც ეს დღე შეცვლის თქვენს დანარჩენ შემდგომ პერიოდს, ურთიერთობას, ცხოვრებას, რა თქმა უნდა, დადებითი კუთხით. მესამე პოზიციაზე ყველაფერი იდეალურად არის, ძალიან კარგია, გილოცავთ, მიხარია, საკმაოდ კარგი, ჰარმონიული ენერგიებიც არის და ძალიან დიდი სიხარული გელოდებათ ამ პიროვნებასთან. მე კი დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.